მე რა თქმა უნდა მისმის ის ბრაზი სამართლიანი და ორგანული რომელიც გაგაჩნია რაღაცა კონკრეტულ პოსტებზე და სტატუსებზე. უბრალოდ მე ეგეთი განცდა დამჩა რომ სახელებს და გვარებს ვისაც ამბობდი მე ვერავინ ვერ ვიცანი საერთოდ ანუ ვერ ჯაჯანიძის გარდა ბოლოს რა იმის რა ქვია ზუკა პაპუაშვილის სტატუსის იქით არ ვიცი მე არ ვფლობ ინფორმაციას და ესე არა და ვარ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხო არ გიფიქრია რომ ამ ადამიანებს რომელიც ხა ჩემთვის უმეტესწილად სუნოუნეიმები იყვნენ რაღაც პოპულარიზაციას მათ ფიგურალურ მნიშვნელობას ანიჭებ აი ამაზე ხო არ გიფიქრია გაგაცემ მაგაზე პასუხს გადაცემას სანამ მოვდივარ ხო სახში მუშაობ რა ამაზე და მე მგონია რომ აი ხა მაგალითად ის რომ განახეთ ის სტატუსი ხო ხა აი მოხუცებულ ქალბატონს ხანში შესულ ქალბატონს რომ ვიღაც აკაცუკი უწერს რომ ეს თავში ტყვიით უნდა მოკლაო ეს თაობაზე რო წერს და რაღაცა მე მგონი საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ვინ წერს ვინ არის ეს ტიპი აი სახეზე უნდა ანახო ზუსტად რომ შემდეგში შერწყეს კი არა ამას რა შერწყება მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც პასუხისგებლობა დაეკისრება გესმის რომ აი მთელი საქართველოს და მთელი საზოგადოების თვალწინ რომ მე ესე მგონია შეიძლება ვწდები არ ვიცი მაგრამ მე მგონია რომ უნდა გამოვააშკარო ადამიანი რომელიც ესეთ რამეს კადრულობს რომ ეგეთ რაღაცას დაწეროს მოხუც ადამიანზე ხო ხო სწორედ აღვიქვი მოხუც ადამიანზე თაობაზე მე არ მგონია რომ იმას რამემ შეაწუხოს რა შეიძლება იმას არ შეაწუხოს მაგრამ საქართველოს გაიგებს რა ქვეყანა გაიგებს ვინ არის ეს ტიპი რა და რაც უფრო მეტ ეგეთ ტიპს გაიგებს სახელით და გვარით მე ესე მგონია შეიძლება ვწდები არ ვიცი მაგრამ მით უფრო კარგია რა იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გამოვააშკარაოთ მე ესე ვფიქრობ და ყველანი უნდა გამოვააშკარაოთ რა ვინც აი ესე საშილად ებრძვის თავის ქვეყანას რა